ჭაღალიძე 7 წლის. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, სწავლა, ცურვა და საჭმელების გაკეთება. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა რო დავიწყე ვიყავი 5 წლის. მე ვიცი ყვავილების ხატვა, გოგონების ხატვა, სახლების ხატვა, ცისარტყელის ხატვა, პეპლების ხატვა, ჭიამაიების ხატვა და კურდღლების ხატვა. ყველაზე ძნელია კატების ხატვა და ყველაზე მარტივია ყვავილების ხატვა. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, ღია მწვანე. არ მიყვარს შავი ფერი, იმიტომ რომ ნახატს აფუჭებს. მე ყოველთვის ხატავ ჩემ ოთახში მეცადინეობის მერე. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 10 კარგი ნახატი. ერთი ნახატი გამომივიდა ყველაზე კარგი. მაგ ნახატს ეხატი კურდღელი, რომელიც ჭამს სტაფილოს. ერთხელ ერთი ნახატი მივყიდე ჩემს ბიცოლას. რამდენად მივყიდე და 4 ლარად. მე ფული როცა მაქვს ხარჯავ ნაყინებში. ჩემი საყვარელი ნაყინია შოკოლადის ესკიმო. ჩემს ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი ჩემს ბაბუას. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. წელს მინდა მაჩუქოს საპრანჭაო საღებავები. ლამაზი გოგო ვარ და ძალიან მიხდება გაპრანჭვა. მე ვიპრანჭები ასე ვდგები სარკესთან და ვივარცხნით თმებს, ვისმევ თვალებზე და ვისმევ ტუჩებზე პომადას და ვიცმევ ლამაზ კაბას. ზოგჯერ მაცვია დედიკოს მაღალფუსლიანები და საერთოდ არ ვიქცევი. ჩემი ოცნების საჩუქარია ჩემზე დიდი თოჯინა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის მართა დუმბაძე. ყველაზე ცქია მართა ზოიძე. ყველაზე ჭკვიანია მართა დიასამიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ გეგენავა. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი ნაერო კვასელი, იმიტომ რომ ბავშვებს გვეხუტება, არ გვიყვირის და კარგად გვიტარებს გაკვეთილს. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მეხანძრე. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ მომწონს დიდი რომ ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი დაიკა, ჩემი დედა, ჩემი ბაბუა, ჩემი ბებია და ჩემი მამა. კიდევ მინდა მყავდეს 2 დაიკა და 1 ძმა. ჩემი და არის 4 წლის და ქვია მარია. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და ნერვების მომშლელი. მეცადინეობის დროს შემოდის და მეთამაშე მეუბნება. ჩემი აზრით მარია რომ გაიზრდება გამოვა მეხანძრე. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და უშიშარი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული შავი ლობიო. მეც ვიცი გემრიელი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო სუპი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის მილიმოლი მენდი და პეპი გრძელწინდა. დადასტურებულ ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი აფრიკაში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ცხოველები. განსაკუთრებით მიყვარს ზაღლი. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს ჟირაფი. წინა მონაწილემ ასეთი შეკითხვა დამიტოვა. ლივია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ლივია დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს.
მაგრამ ლივია რომ არ მერქვას მერქმევოდა ბარბარე. შემდეგ მონაწილეს ასეთ შეკითხვას ვუტოვებ, რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. მე მაგალითად მინდა მქონდეს ყინული სუპერძალა. ბედნიერება არის ჩემ ბებოსთან შეხუტება. ჩემი ბებია არის ჟოჟუნა კილაძე. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.